ძაღლმა მოგვიყვანა კნუტი გადასარჩენად. აი ესეც სასწაული არ არის ბავშვებო? ერთი კნუტი მოგვიყვანა დაიმსახურა ჩვენმა ბიჭმა საკვები. ერთი, როდესაც დარწმუნდა რომ ერთი კნუტი ავიყვანეთ და მიუხვდით, მეორე კნუტიც მოგვიყვანა. ეს არის გმირობის მაგალითი. საოცარი ძაღლი ყავს ჩვენ და ბედნიერი ვარ რომ ჩვენ ყავს ხომ ესეთი მეგობარი ბავშვებო? ჯერ კიდე თვალებიც კი არა გახელილი, ვიღაცამ გადაყარა ეს კნუტები და ჩვენმა ძაღლმა მოგვიყვანა ეს კნუტები. გაუგნებულები ვართ ოღონდ მართლა. ეხლა ვცდილობთ რომ ძაღლმა მიგვიყვანოს იმ ადგილზე, სადაც დანარჩენი კნუტები არიან, იმიტომ რომ გავიკითხეთ და არავისი კნუტი არ არის. თქვენ ნუ წახვალთ ბავშვებო, პედაგოგები წავლენ, კარგით? თქვენ ჩემთან ერთად იყავით. დაუძახეთ ალე. მოგვიყვანე, მიდი მოგვიყვანე კიდე კნუტი თუ არის კიდე დარჩენილი. მიდი. არ წახვიდეთ ბავშვებო, თვითონ წავა და მოგვიყვანს. ერთი წუთი გაჩერდი და მე გავყვები, კარგით? წამოდი აბა წამიყვანე. წამოდი კნუტებთან წამიყვანე. წამოდი. მიდი კნუტებთან წამიყვანე. გაოცებული ვარ. ჩვენი პედაგოგები უკვე გასულები არიან. თქვენ წარმოიდგინეთ როგორ საუბარიც კი გაიგო ხო ბავშვებო? ქალბატონო ალონა მიგიყვანათ? ალბათ ორი თალი. მიუშვით, მიუშვით. აბა ზახი თუ იყოს. პედაგოგის თხოვს რომ ანახოს კიდე. შენ გელოდება, თამო. კნუტი. თვალებიც კი არ ქონია გახელილი. როგორც ვიდეოში იხილეთ, მიგვიყვანა იმ ადგილზე, საიდანაც მოგვიყვანა კნუტი ერთი. მე როდესაც დარწმუნდა რომ ჩვენ ეს კნუტი ავიყვანეთ, მეორე კნუტი მოგვიყვანა. ჩვენი გმირი ძაღლი. ადამიანებო, ვისწავლოთ ცხოველებისაგან სიკეთე და სიყვარული. მართალია, ბაბი, რა უნდა ვისწავლოთ? კიდე? ბავშვებო, დღეს ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღეთ, ხო? აქ არისო! იპოვეს! ყვირიან მასწავლებლები იპოვეს! დაბრუნდა ჩვენი გმირი.